ივლისი. არაადეკვატურად დაჩქარდა ეს პროცესები. 11 ივლისი, 15 ივლისი. ეს აისახება მთლიან სასამართლოს ხდომაზე, პროცესზე, იურისტებზე, ადვოკატებზე. 17 ივლისი, 21 ივლისი, 22 ივლისი. რატო ტანჯავთ ან თქვენ თავს და ან სინდისის პატრიმეს 23 ივლისი, 15 საათიდან. მოსამართლე ნინო გალოსტაშვილმა დახურას ხდომა. ღამის 12 საათზე დავასრულებს 12 საათზე. მათ არ აქვს სურვილი, რომ 9 თვის შემდეგ ეს ადამიანები გამოუშვან გარეთ. მარტო დღეს არის 9 სასამართლო პროცესი. გერჩამ კალენდარში მაქვს ჩანიშნული და აქედან ნაწილი ან დაკავებულ დემონსტრანტს უკავშირდება, ან დაკავებულ პოლიტიკოს. და ეხლა იწყება ჯგუფური ძალადობის საქმე და უნდა შევიდე. ბოლო რამდენიმე კვირა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვა დაჩქარდა. ივლისში ფაქტობრივად ყველა დღე დაკავებულია. დღეში კი საშუალოდ 5 ან მეტი პროცესი ინიშნება. ადვოკატები თუ მოვლენ გამოუშვებთ. ეს შეგოგებით 6 მოწმეს და სავარაუდოდ ამ 6-დან ყველა ვერ დაიკითხა. თედო აბრამოვის სასამართლო სხდომიდან გამოვედით და შევდივართ 11 პირის პროცესზე და გავარკვიე წინასწარ და არ ვიცი ჯერ პასუხი ამის, რომ შუალედში უნდა შევწყვიტო გადაღება ამ პროცესის, გამოვიდა მერე გიორგი ახობაძის პროცესზე. და ანუ ეს არის რეჟიმი ყოველდღიური, ზოგჯერ ვერ ვახერხებთ, რა თქმა უნდა, ყველა პროცესის დაფარვას და არის ხოლმე რაღაც პრობლემები ყოველთვის იჩენს თავს. ერთდროულად რომ მიდის რამდენიმე პროცესი, ან ერთმანეთს შეიძლება ერთდროულად არ იწყება და ერთდროულად არ მთავრდება, მაგრამ ერთმანეთს ედება და ვერ ვახერხებ შესვლას ყველგან. აი ეგ სტრესავს და ეგ თქონას ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძალიან უხერხული მისაღები გადაწყვეტილება არის ხოლმე ეგ, რომ აი ამ სინდისის პატრიმის პროცესზე შევალ და აი ამაზე არა. თუკი სისხლის სამართლის საქმეებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაც ემატება ხოლმე. სასამართლო კიდევ უფრო იტვირთება. დღეში 20 და მეტი პროცესიც კი შეიძლება ჩატარდეს. მეთანის საქმეები არ არის რაღაც სწრაფად დამთავრებადი საქმეები, ხო? აქ ზოგ საქმეში 8 პირის საქმე არის გაერთიანებული, ზოგ საქმეში 11 პირის საქმე არის გაერთიანებული, რაც ობიექტურად მოწმეები არის იქ და საკითხი მტკიცებულებები არის შესაფასებელი და ობიექტურად წელავს ამ დროს, ხო? და რაღაცნაირად სასამართლოს და პროკურატურაც ცდილობს, რომ ეს დრო შეკუმშოს და სწრაფად გააკეთოს, რადგან ამის მიზეზიც გასაგები არის, იმიტომ რომ დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში უკვე 9 თვიანი ვადა გაუვათ ამ ადამიანებს. 9 თვე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადა. საქმის განხილვის დასრულების მაქსიმალური დრო კი 24 თვე, ანუ 2 წელი. თუ სასამართლო განაჩენს 9 თვეში ვერ გამოაცხადებს, იძულებული იქნება დაკავებულები გაათავისუფლოს და ასე გააგრძელოს განხილვა. 50-მდე დაკავებულ დემონსტრანტს პატიმრობის 9 თვიანი ვადა აგვისტოში ან სექტემბერში ეწურება. ისინი გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს. ყველა პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2030 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. მათ არ აქვს სურვილი, რომ 9 თვის შემდეგ ეს ადამიანები გამოუშვან გარეთ და მათ საკუთარი ფეხთია რომ სასამართლოში. ის მართლმსაჯულების მიზანი არის გამოიტანოს სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ამისთვის საჭიროა 12 თვე, უნდა იყოს 12 თვე. თუ ამისთვის საჭიროა 24 თვე, უნდა იყოს 24 თვე და უფრო მეტსაც გეტყვით, ევროსასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვადის შეზღუდვის დაწესება მრავალტომიან საქმეში, თუნდაც 24 თვის არ დაარღვევს შეუსრულებლობა 24 თვისაც კი არ დაარღვევს სამართლიანი და სწრაფი მართლმსაჯულების მიზნებს, თუ ეს არის ობიექტური საფუძვლებით გარანტირებული. თუმცა არ გუშვებ ჩვენ ერთი წუთი მოხდე. ერთ კამზე ორი დავჭდი. მე და სიხნო ერთად. აი მე და დელა დანი ხელი გავე. რომ მიშობ და შემეკრა. გარედან არ გადავიდე, გუბა. ხარბას არ გადავუჩი.
პოლიტიკური მდგენელი, რა თქმა უნდა, თავიდანვე ამ საქმეებში არის, გამოიხატება ამ რაღაცნაირად ფორსირებულ პროცესშიც, რომ აი ამ 9 თვეს არაფრით არ უნდა გადააბიჯონ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ დატოვონ ციხის კარები, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ალბათ მერე უფრო პრობლემური იქნება მათი დაკავება. ადამიანების ციხეში ყოფნა, ეხლაც დღესაც რო ციხეში ატარებენ, ეს პოლიტიკური მდგენელიდან გამომდინარე არის, იმიტომ რომ ვერც ერთ პროცესზე ვერ დასაბუთდა პროკურატურის მხრიდან, რა საფრთხეებს წარმოადგენდნენ ამ ადამიანების გარეთ ქუჩაში ყოფნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 საქმეა ისეთი, სადაც ბრალდებული დემონსტრანტია. ამ საქმეებიდან 2 ჯგუფურ ძალადობას უკავშირდება, 6 პოლიციელზე თავდასხმას, 4 სხვისი ნივთის დაზიანებას, 5 ნარკოტიკებს, 1 აფეთქების მომზადებას. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პროცესუალურად რაღაცნაირად სწორად მართავენ პროცესებს, ქმნიან განცდას, რომ აქ რაღაც ობიექტური მართლმსაჯულება მიმდინარეობს. პატივისცემით ესაუბრებიან ბრალდებულებს, ადვოკატებს, პროკურორებს, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ საბოლოოდ უკანონო გადაწყვეტილებას იღებენ, მაგალითად ტოვებენ ამ ადამიანებს უკანონო ციხეში, ხო? არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პროცესუალურადაც ვერ ქმნიან ასეთ შთაბეჭდილებას საზოგადოების მიმართ და უკვე პროცესზე ვეხვდები, სად ხარ და რაში მონაწილეობ, დარბაზში და პროცესში მონაწილეეთ. ამიტომ განსხვავებული არის მოსამართლეების დამოკიდებულება. გააჩნია მოსამართლეს, რამდენად გამოცდილია, რამდენად უმართია ესეთი პროცესები, რამდენად ახალბედა. ამაზე არის დამოკიდებული პროცესი, როგორ შეფუთავს. თორე ის, რომ ამ მოსამართლეებს წინასწარ გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს შემოსვლის წუთიდან ვიცით იქ ყოფნა ყველა ადამიანმა და ეს ეთყობა ყველაფერს. 1 ივლისი, 4 ივლისი, 7 ივლისი, 9 ივლისი, 11 ივლისი, 15 ივლისი, 17 ივლისი, 21 ივლისი, 22 ივლისი, ამ თარიღებს აუწყებს 11 საათზე. მოსამართლეები განხილვის დასაჩქარებლად რამდენიმე გზას ირჩევენ, მაგალითად, სხდომებს ყოველდღე ნიშნავენ. მოწმის დასაკითხად განსაზღვრულ დროს აწესებენ. გამოგიცხადებს თარიღებს, ხურავენ სხდომას ან ამბობენ, რომ დახურავენ. ამისთვის საკმარისია წამოძახილი გადალაპარაკება, უკმაყოფილების გამოხატვა. ასეთ დროს დარბაზში ჟურნალისტებს აღარ ტოვებენ. ეხლა არის 7:15 წუთი, 12 საათიდან ჩვენ ვხედავთ სხდომაზე, სადაც ჯგუფური ძალადობის საქმე განიხილება. ანუ 6 საათზე მეტია პროცესი მიდის და რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალოსტაშვილმა სრულად დახურა სხდომა. ჟურნალისტების გამოშვების იდეა ხო, ჟურნალისტების გამოვერა. სავარაუდოდ პროცესები ინიშნებოდა კიდევ, ივნისში კიდევ ორი პროცესი დაგვემატა. და დიდი ალბათობით უბრალოდ ამის განხილვის პროცესში ჟურნალისტები არ შესწრებოდნენ, სავარაუდოდ ამის გამო იყო, იმიტომ რომ წესრიგის როგორ შეიძლება დაიცვა მაშინ როცა ჟურნალისტს არც დაურღვევია. ამის 12 საათზე დავასრულებს 12 საათზე. მოსამართლეები განსაკუთრებულ სიჩქარეს სწრაფი მართლმსაჯულების არგუმენტით ხსნიან. სასამართლო განმარტებას გააკეთებს, რომ პირველივე სხდომიდან, როცა სასამართლოს აღნიშნული საქმე დაეწერა, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოს დაცვის მხარეს, თუ რაიმე კონკრეტული სამუშაო გარემო გსურდათ სასამართლოს მხრიდან, მგონია, რომ პრობლემა არ შეგექმნათ, დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ იმ დროის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ მივიდა სასამართლოდან, ნამდვილად არ იყო მის ინტერესში დროის განსაზღვრა, რომ არაგონიურულ ფორმატში წარიმართა, ასე თქვათ, მოწმის საკითხვა და ამან განაპირობა დროის განსაზღვრა, ნამდვილად არ არის სასამართლოს ინტერესი და არც ერთ სხდომაზე არ გაუკეთებია ის, რომ დაცვის ინტერესი შეეზღუდა რაიმე ფორმით ან რამენაირად. სწრაფმა მართლმსაჯულებამ არ უნდა დააზიანოს ეფექტიანობის კომპონენტი. ანუ თუ სწრაფი მართლმსაჯულებით ჩვენ ხარისხიან მართლმსაჯულებას ვერ ვიღებთ, ბუნებრივია ეს ვერ იქნება ის შემადგენელი ნაწილი და ვერ იქნება სამართლიანი პროცესის მიზანს ვერ დავინახავთ ამ სწრაფ მართლმსაჯულებაში. ხო, ამ სწრაფ მართლმსაჯულებას ჩვენ სინამდვილეში დავინახავთ საერთოდ სხვა მიზანს თუ კი ეფექტიანობას აზიანებს, იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რაც ხარისხს აზიანებს და ხარისხი დაზიანებულია ამ პროცესებზე, ხო? ადვოკატებს უწევს ისეთ რეჟიმში მუშაობა, მთელი დღის მანძილზე პროცესებზე ყოფნა, მომზადებაც კი უჭირთ უკვე დარწმუნებულია არ ამ პროცესებისთვის, იმიტომ რომ მთელ დღეს ატარებენ პროცესებზე. თქვენ ვერ მიიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ჩანს უკვე, თუნდაც იმაზე ბატონო მოსამართლე, რომ კონვეინური სისტემით დღე-გამოშვებით ჩაგვენიშნეთ პროცესები. რატო გტანჯავთ ან თქვენ თავს და ან სინდისის პატიმრებს? ჩვენი თავი კიდე ჯანდაბას ბატონო მოსამართლე. ცოდოა ეს ხალხი სინდისის პატიმრები და ჩვენც ხო ცოდოები ვართ. ეხლა 12-დან 7-მდე რო ვზივარ რა და 15 წუთიან ვადას რო გვაძლევ, იმიტომ რომ ყავაზე რო ავიდე და რო დავლიოთ, იმასაც ვერ ვასწრებ. მეცამეტე შეასრულეთ. Thank you.
დემონსტრანტების ხდომებს 6 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებიც დაემატა. მათ ქართული ოცნების მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლისთვის ასამართლებენ. პოლიტიკური კონტექსტის საქმეებზე მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მოსამართლეები პატარა დარბაზებს ჯავშნიან. ეს სასამართლოს ფოიეში ატეხილი აყალმაყალის ერთ-ერთი საფუძველია. სასამართლო სისტემის რეპუტაცია საზოგადოებრივ რეპუტაციამ საზოგადოების ძალიან დიდი დარტყმა განიცადა. ეს აისახება მთლიან სასამართლოს ხდომაზე, პროცესზე, იურისტებზე, ადვოკატებზე, პროკურორებზე. ამიტომ ბოლო დროიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ტენდენციას შევხედავთ, სასამართლო გახდა შეუვალი სისტემა, რომელსაც სურს და გვიჩნდება განცდა, რომ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ცდილობს რომ დაემორჩილოს სახელმწიფოს და იმორჩილება კიდეც და ეს არის ძალიან ცუდი. წესით სასამართლო განხილვები კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. აგვისტოში იწურება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული აქციის 19 მონაწილის პატიმრობის ვადა. ამ საქმეზე ასობით მოწმეა დასაკითხი.